ჩვენ გვჭირდება მეგობარი აქტი ამის შესახებ რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონის სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს. 250-დღიანი უწყოდი პროტესტის განმავლობაში მამაცი ქართველი ხალხი აპროტესტებს ანტიამერიკული ქართული ოცნების რეჟიმს. ისინი მოითხოვენ, რომ ბოლო მოიღოს ამ რეჟიმის მიერ ქვეყნის სრულად მიყიდვას კომუნისტური ჩინეთისთვის, თეირანში ტერორისტული რეჟიმისთვის და სამხედრო დამნაშავე პუტინისთვის. ჩვენ გვჭირდება მეგობარი აქტი, წერს ჯო ვილსონი. კონგრესმენის განცხადებას გამოეხმარა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპოშვილის განცხადებით. მეგობარი აქტის მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა. დღეს უცხოეთიდან ცდილობენ ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მავნებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები. ამაზე მეტი იმედგაცრუება რა უნდა იყოს, განაცხადა პაპუაშვილმა. ნახეთ, რომ ბოლოს ხელშეკრულება დადებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულობებს აკეთებს ჯო ვილსონის კამპანიისთვის. მე მგონი ყველაფერი გასაგებია, ხომ ადამიანი გულისხმობ ბატონ ვილსონს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელს ვერ წარმოთქვას ნორმალურად და საქართველოს სახელს ვერ წარმოთქვას ნორმალურად, ეხლა ჩვენზე გადამკვდარი რო არ არის და ჩვენ ბედიღბალზე მე მგონი ისიც გასაგებია და ამის უკან რო ინტერესები. ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაცა პარლამენტი, ხან რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება იქნება, ასე თუ ისე, თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ერთ დღეს მოხდეს ხოლმე ყველაფერი, გადანაწილებული აქვს თითქოს კვირის განრიგი ერთ დღეს და დღე-გამოშვებით მაინც მინიმუმ რო იყოს რაღაცა განცხადება, რომელსაც შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ აკაცუკებს, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. ეს არის მეტი არაფერი. დღეს უცხოეთიდან ცდილობენ, რომ ქართველები ყავდეთ ნერვებზე, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. აი ამას რო უყურებთ, საერთოდ რა ღირებულებებზე, რა ევროპაზეა საუბარი, ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ.